and of course, Queen Elizabeth herself. But Queen Elizabeth only became Queen Elizabeth because she had no brothers. The British rules of succession discriminate against girls, giving preference to male children, if there are any. But now British Prime Minister David Cameron is taking the first steps to change that. I'm very clear it's an issue that we ought to get sorted, and I'd be delighted to play a part in doing that. Cameron wants to update the Act of Settlement, the 310-year-old agreement that not only gives women second-class status, but prohibits any ruler from marrying a Catholic. While everyone seems to agree it's time for a change, change is not easy. They need formal approval from all 16 nations in the British Commonwealth. That means everyone from Antigua to Tuvalu. The Queen is head of state of 16 of those 53 member states, and every one of those 16 has to pass an act of parliament. With the change, Will and Kate's firstborn will be monarch one day, no matter if he or she is male or female. დიახ, იმიტომ რომ აი სწორედ აქ მივდივართ რომ ერთადერთი რითაც შეიძლება მოტივირებული იყოს წინსვლა თანამედროვე საზოგადოებაში ეს არის სწორედ ადამიანის უფლებები და სწორედ ის რაზეც ვსაუბრობდი, როდესაც ევროკავშირამდე შეიქმნა საზოგადოება, რომელიც მიზნად ისახავდა ეკონომიკურ კავშირებს და შემდგომში ამან გარდასახვა ჰპოვა ევროკავშირში, სხვა შორის 1959 წელს, როდესაც გერმანიის კონსტიტუცია იქნა მიღებული, ეს კონსტიტუცია დღემდე წარმოადგენს ერთ-ერთ განსაკუთრებულად მაღალი რანგის მქონე კონსტიტუციას და განსაკუთრებულად იცავს ადამიანის უფლებებს, ვინაიდან ის იყო სწორედ იმის შემდეგ მიღებული, რაც გერმანიას დაემართა. მიუხედავად იმისა, რომ იქ გარკვეული შეზღუდვები არის. ბუნებრივია და 1959 წელს ამ კონსტიტუციაში დაიწერა, რომ პირველ მუხლში, რომ ადამიანის ღირსება არის უმთავრესი და მისი უგუებელყოფა არის დაუშვებელი. ამ კონსტიტუციაში არ არის ღირსებაზე პატივი და ღირსება. ეს არის ძალიან ეფემერული. ჩემი აზრით, მე ესე ვუყურებ. გააჩნია როგორ განმარტოთ ამ ყველა მაგრამ სწორედ განმარტების საკითხი ეს არის სწორედ აქ მოსამართლის როლი. კონსტიტუციის მუშაობა, იმიტომ რომ იგივე მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის კონსტიტუციაში არ არის მითითება ღირსებაზე 1993 წელს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის საბჭოების ღირსება აიყვანა კონსტიტუციური პრინციპის რანგში და მან თქვა, რომ ამიერიდან ღირსება წარმოადგენს სწორედ კონსტიტუციურ პრინციპს, რომელიც უნდა იქნას დაცული. და იგივე გერმანიასთან დაკავშირებით, როდესაც ეს კონსტიტუცია ამ კონსტიტუციას იღებდნენ, მას თან სდებდა შეძახილებები და არასოდეს მომავალში, რომ გერმანიამ არასოდეს დაუშვეს და აი რასაც ვამბობდი ევროკავშირთან დაკავშირებით, როდესაც შეიქმნა ევროკავშირის სასამართლო, რომელიც ლუქსემბურგში არის, მისი სადამფუძნებლო დოკუმენტი არ ითვალისწინებდა ადამიანის უფლებების დაცვას, ვინაიდან მთავარი იყო ეკონომიკური უფლებების დაცვა და გაიმართა ძალიან დიდი აწლეულების მანძილზე ბრძოლა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს, კალსრუჰის სასამართლოს შორის და მეორე მხრივ ამ სასამართლოს შორის და სწორედ მოხდა ისე, რომ საბოლოო ჯამში ადამიანის უფლებების დაცვის და ამ პრიმატის გამო ლუქსემბურგის სასამართლო წავიდა გადაწყვეტილებაში, რომ გადაწყვეტილებაში ნოლდი და მან აღიარა, რომ ის ვალდებული არის როგორც სამართლის მნიშვნელოვანი პრინციპი ადამიანის ღირსება დაცვა. სწორედ ეს არის პასუხი იმაზე, ტრადიცია, კულტურა და სამართალი. მაგრამ ამავე დროს ეს კითხვას ბადებს, კითხვას სამართლის უზენაესობის შესახებ, რომ უზენაესი არის სამართალი. გასაგები არის და ძალიან ლამაზი ფორმულა არის. მაგრამ ალბათ დამეთანხმებით და თქვენ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვიცი, რომ დამეთანხმებით, რომ ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხშირად სტანდარტებში არ ჯდება, მათ შორის არც კანონის სტანდარტებში. და მე კითხვა დამისვავს ხოლმე და იურისტები ღიზიანდებიან, როცა უზენაესი არის კანონი თუ ადამიანის უნიკალურობა. და შეიძლება თუ არა ეს უნიკალურობა იყოს გამსაზღვრელი, როცა ჩვენ კანონს დავინახოთ, რომ კანონი მაინც არის ზღუდავს. არ ვიცი რატო ღიზიანდებიან, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ უნიკალურობა რო არის ადამიანის თავარი, იმიტომ არსებობს კანონი. ასეთი პასუხი. იმიტომ რომ ეს თითოეული კანონი იმისთვის არსებობს და სამართალი იმისთვის, რომ ჩვენ უნიკალურობას შეუწყოს ხელი და ჩვენ განვითარებას შეუწყოს ხელი. და კანონის განვითარებასაც. შეიძლება კანონი შეიცვალოს. რომელსაც ჩვენ ვქნით თითოეული უნიკალური ადამიანი, ასე რომ ჩვენ ვქნით ამ კანონებს. უბრალოდ თავარია ჩვენ ვიყოთ აქტიურები. Absolutურად ვეთანხმები იმ პოზიციაში ბატონ დავითს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენი აქტიურობა ძალიან ბევრ ამას განსაზღვრავს ასეთ დროს. ეხლა რამდენად შეისმენენ და რამდენად გაიგებენ ჩვენ ხმას ეს სხვა საკითხია, მაგრამ არ შეიძლება ჩვენ
ვიჯდეთ და ვფიქრობთ, რომ იცით რა, ახლა ეს ჩვენ არ გვეხება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენთვის ის კი მნიშვნელოვანია, როდესაც ვაუბრობთ კონსტიტუციაზე. მთავარი განმარტებაა მეთქი, რომ ვთქვი, ანუ მართალია გერმანიის კონსტიტუცია ზუსტად ღირსების უფლებით იწყება, იქ არ იწყება არაფერი ზედმეტ, პირდაპირ იწყებს, რომ ადამიანის ღირსებაზეა საუბარი და იცავს ღირსებას. ჩვენ კონსტიტუციაში არა ჯერ მოქალაქეობით იწყება, მე რა შემდეგ ასე, მაგრამ არის ეს პატივი და ღირსების მუხლი, რომელიც ხელშეუვალია. მაგრამ მე როგორ ვიცავთ ამ ბალანსს, მე როგორ ეს კონსტიტუციის მაღალი ღირებულებები, საკმაოდ სიკეთეები, რომ დავიცვათ, ეს როგორ განსხვავდება შემდეგ საკანონმდებლო აქტებში, აქ არის უკვე მთელი პრობლემები, მთელი არსი, რას ვანიჭებთ უპირატესობას. ჩვენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ღირსება თუ გამოხატვის თავისუფლება ეს აკაცობრიო დავის საკითხებია ყოველთვის და დღემდე აქტუალურია ეს თემები, მაგრამ სადღაც როდესაც საუბარი ქვეყანაში იწყება მაგალითად თავისუფლება თუ წესრიგი, იქ უკვე პრობლემაა. როცა უფლებათა შორის ბალანსზეა საუბარი, იქ ვფიქრობ, რომ ჯანსაღი დისკუსიაა და რა თქმა უნდა, სახელმწიფო უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი მნიშვნელოვანი გარანტიებია თითოეული ჩვენთაგანისათვის, მაგრამ როცა კანონით აშინებენ ადამიანს, მაგრამ როდესაც წესრიგსა და თავისუფლებას შორის გიყენებენ არჩევანს, ეგ უკვე ჩემი სუბიექტური აზრით ეს არ არის სწორი, იმიტომ რომ თავისუფლება არ შეიძლება დააყენოს სხვა რამს. დიახ, წესრიგი იმისთვის არის, რომ ჩემი თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა. ხო და აქ ბუნებრივი არის, რომ მე დათოს აზრს გავაგრძელებ, როცა ლაპარაკობდა, რომ აი კორუფციის წინააღმდეგ არ გამოხატავენ პროტესტს, კორუფციის დამალვის ეს სურვილიც, საერთოდ ინფორმაციის დამალვის სურვილი, მეორე მხრივ კარგი არის, რადგანაც ხელისუფლება ხედავს ეთყობა, რომ საზოგადოება მაინც ისეთი პასიური არ არის, როგორც დიდი ხნის წინ და როცა ის მიიღებს რაღაც ინფორმაციას, რომელიც ხელისუფლებას არ აწყობს, საზოგადოება მაინც გამოხატავს ასე თუ ისე პროტესტს. ჩვენ ერთ-ერთი მაგალითი გვაქვს დათოს ისაკ სტუდიაში, ეს არის გირგვლიანის საქმე. ხო და მაყურებელსაც უთხრათ მაშინ რომ შეიძლება ბევრმა არ იცის რომ დათო არის ადვოკატი ამ საქმეში და გამარჯვებული ადვოკატიც რაც ძალიან იშვიათი შემთხვევა არის. ამ გადაცემაში ამ თემაზე არ გვისაუბრია და თუ აი ბევრი დრო არ გვაქვს, მაგრამ მაინც აი რამდენიმე წუთში თუ შეგიძლია მაინც თქვა რა იყო ყველაზე დიდი უსამართლობა. იცით ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ალბათ 1 და 2 წლით ვერ შემოვიფარგლებით იმ შედეგებით, რომლებიც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს. შეიძლება ფორმულირება ძალიან მოკლედ იმის თუ რაში იყო საქმე ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუ დავესესხებით იგივე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც საჩივარი დააკმაყოფილა ჩვენი და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების უპატივცემლობას სანდრო გირგვლიანის. კერძოდ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანომ შეკრა პირი ერთობლივად, რათა ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე სიმართლე არ დადგენილიყო. მაშინაც კი, როდესაც ევროპა ედგა ყველაზე დიდი ისტორიული საშიშროების წინაშე, მხოლოდ ერთეული მოსამართლეები დარჩნენ ერთგულნი წინა პერიოდის კანონების და სწორედ ამიტომ იყო, რომ შეიქმნა ევროპის საბჭო და გაცხადებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული convention. Le rare juge seulement resté fidèle à la loi entière. C'est d'ailleurs pour cela que le Conseil de l'Europe a été créé et la Convention européenne a été proclamée. Madame la Présidente. და ბოლოს ქალბატონო თავმჯდომარე ეს საქმე ყოველთვის მახსენებდა გერმანიის 1959 წლის კონსტიტუციის მიღებას და განსაკუთრებით შეძახილებს, რომლებიც მას თან ახლდა ნივიდერ არასოდეს მომავალში. იმედი მაქვს ეს დღე დადგება ჩვენს ქვეყანაში და ღეშტად სამართლებრივი სახელმწიფო აიღებს თავის სიმაღლეს, მისცემს რა სუნთქვას, ახალ დაბადებას სახელმწიფოსა და თავის მოქალაქეებს შორის ურთიერთობაში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. დიდი მადლობა ბატონო ადვოკატო ბჯანდიერი. ჩვენ უახლოვდებით ცხრილების დასასრულს. მინდა მადლობა გადაუხადო გამოსვლებს მათი მონაწილეობის, გამოსვლებისა და შეკითხვებზე პასუხის გაცემისათვის. სასამართლო იმსჯელებს საჩივრის დასაშვებობასა და მის არსებით მხარეზე. გადაწყვეტილება გამოტანილი იქნება შემდგომში და მხარეები ინფორმირებული იქნებიან გადაწყვეტილების გამოტანის თარიღის შესახებ. სხდომას დახურულად ვაცხადებ. ეს ეხება იმას, რომ გამოძიება, რომელიც აწარმოა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შემდგომში იუსტიციის სამინისტრომ და სასამართლო გამოძიება არ შეესაბამებოდა იმ სტანდარტებს, რომლებიც არის გათვალისწინებული ევროპული კონვენციით. მრავალი უშედეგო და წლების მანძილზე ბრძოლის მიუხედავად, შიდა ინსტანციებში მომჩივანმა მხარემ ვერ მიაღწია წარმატებას, ეს იყო სწორედ ტესტი სასამართლო სისტემის, ეს იყო სწორედ ტესტი პროკურატურისთვის, რომელიც სამწუხაროდ დამოუკიდებელმა საქართველომ ვერ ჩააბარა. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ
ამ გადაწყვეტილებაში ის ეხება სახელმწიფოს დამოკიდებულებას სიცოცხლის უფლების მიმართ. არსებობს გარკვეული უფლებები და ქალბატონი თამარი საუბრობდა გამოხატვის თავისუფლებასა და ღირსებას შორის, სადაც შეიძლება პროპორციულობის პრინციპი იქნეს დაცული რომელი რა დონეზე, მაგრამ არის სიცოცხლის უფლება და არის წამების აკრძალვა, ეს არის უფლებები, რომელთაც გადახვევა შეუძლებელია და არ შეიძლება. და თუ კი იგივე ევროსასამართლოს დავესახებით, ამ უფლებების გარეშე სხვა უფლებათა რეალიზება არის თეორიული, იგივე ილუზორული. მე ძნელად წარმომიდგენია დემოკრატიულ საზოგადოებაში ისეთი სახელმწიფო, სადაც შეიძლება ამგვარი რამ მოხდეს, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო პრეზიდენტთან დაწყებული და შინაგან საქმეთა მინისტრი დამთავრებული და იმ ადამიანებით, რომელთა უპირველესი მოვალეობა არის ადამიანის უფლებების დაცვა და უზრუნველყოფა, ხედულობაშია იგივე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, ვინაიდან კონსტიტუციის მეორე თავი ეცნობა სწორედ ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციის უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს ამ უფლებების დაცვა და რეალიზება, რომ ყველა იყოს შეკრული იმისათვის, რომ აი ეს მძიმე საქმე, აი ეს მკვლელობა მომხდარიყო და შემდგომში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, სახელმწიფოს პასუხი, როდესაც წლების და ამ ტკივილის, ტანჯვის შეურაცხყოფის, დამცირების და ღირსების შემლახველი მოპყრობის გარდა ვერაფერი ვერ მიიღო ამ ოჯახმა სამწუხაროდ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მოკვლის შესაბამისად კობა დავითაშვილმა ხურდაფულის სასამართლო დარბაზში პროტესტის ნიშნად დაყარა. სანდრო გირგულიანის ოჯახის ახლობლებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დარბაზი მანამ დატოვეს, სანამ მოსამართლე გიორგი ჩემია განაჩენს წაიკითხავდა. საქართველოს სისხლის სამართლის სამართლო კოდექსის 455 ავთანდილ აფციაურს საჯერის ზომად განსაზღვროს 7 წელი თავისუფლების საფრთხე. საჯერის მოხდა დაიწყოს მოსამართლის ვერდიქტს დღეს მხოლოდ მანდატურები, განსასჯელები, მათი ადვოკატები და ჟურნალისტები ისმენდნენ. ალანიას 8 წლით, ხოლო ღაჭავას აფციაურს და ბიბილურიძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ორივე მხარე აპროტესტებს. სამოტივაციო ნაწილი არ მოგვისმენია. აქედან გამომდინარე ჩვენ თვლით, რომ ეს განაჩენი იქნება ყოველად უკანონოდ დაუსაბუთებელი და როცა უკვე მოტივირებული ჩაგვარდება განაჩენი, ალბათ აუცილებლად მივიღებთ ზომებს, რომ დავასაჩივრებთ ამ განაჩენს. რევოლუციას მოახდენს სანდრო, თუ არ დაიჯდებიან ეს მკვლელები და ჩვენი შვილები თუ არ გადარჩებიან. ის კაცი გააბა, აქედან არავინ არ წავა. ახლა რევოლუცია არავინ არ ეს არის ჩვენ გიხრა გვინდა რევოლუცია დაიწყო. შეტარია ბიჭო. ასაკეთებია. ვინ ახლა ვერ გააშვები. ასაკეთებს ჩვენ. ბიჭო რა? ალამეტარია ბიჭო. ეს საქმე დასრულდა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების უპატივცემლობას, ასევე საქართველოს მთავრობამ არ ითანამშრომლა მასთან, როგორც სათანადო იყო და განსაზღვრა თანხმობრივი კომპენსაცია. ეს არის ორი საკითხი. ანუ აღიარა. დიახ, ეს არის ორი საკითხი მხოლოდ, რაც შეუძლია სასამართლოს თქვას. შემდგომი საკითხი უკვე ამ საქმის წინასწარ გამოძიებაში დაბრუნება უნდა მოხდეს თუ არა, ეს არის საერთაშორისო პოლიტიკური პროცედურის განხილვის საგანი, რომელიც წარმოებს მინისტრთა კომიტეტში, ევროპის საბჭოში და ეს საქმე უკვე გადაეცა მინისტრთა კომიტეტს და ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებაში არის იდენტიფიცირებული ის პრობლემები, რომელთა გამოც სასამართლომ დაადგინა, რომ სიცოცხლის უფლების დარღვევას ჰქონდა ადგილი, კერძოდ ის, რომ ოქმები გამოძიებლის მიერ არის გაყალბებული, შესაბამისად უნდა მოხდეს გამოძიებელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რომ პრეზიდენტის მიერ არასწორად იქნა ეს ხალხი შეწყალებული, შესაბამისად ეს ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა მოიხადონ სასჯელი ბოლომდე და არა მეორედ გასამართლონ, იმიტომ რომ ეს არის სხვა პრინციპის დარღვევა იქნებოდა, non bis in idem ქვია ამას. არ არის დადგენილი შარდენის სუფრის წევრების კავშირი კონკრეტულად იმ დანაშაულის შემსრულებლებთან. ეს გარემოებები მოითხოვს გამოძიებას და ისევე როგორც ეს მოხდა ხონღაძის საქმეზე, ცნობილი ჟურნალისტის საქმეზე, მაშინაც უკრაინის მთავრობა იყო წინააღმდეგ იმის, რომ ეს საქმე წინასწარ გამოძიებაში დაბრუნებულიყო, თუმცა მინისტრთა კომიტეტის დამხმარებლობის ქვეშ ძალიან სერიოზული შედეგი. გავიგე. და ეს საქმე ერთ-ერთი მაგალითი არის ალბათ იმისა, რომ როცა ხელისუფლებას რო ეღიარებინა, ვთქვათ, თავისი შეწყო შესაძლებელია, არა, მაშინ სხვანაირად წარიმართებოდა, მაგრამ არ აღიარა ეს, ანუ პოლიტიკური სარჩული მიეცა, ხო? თუ შეთვლი რომ მაინც პოლიტიკური იყო ეს საქმე. მე მიმაჩნია, რომ ეს
თავისთავად ფაქტი იმის შესახებ, რომ საქმეში არის ჩართული უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ეს ბუნებრივია აძლევს პოლიტიკურ დატვირთვას, მაგრამ პრობლემა სწორედ ის არის, რომ სამართლებრივმა სისტემამ, იმ სისტემამ, რომელიც არის, ვერ გაუძლო ამ პოლიტიკურ სისტემას. გავიგეთ და მაშინ ბოლო კითხვა, რომელზეც ალბათ როგორც ჩვენი გადაცემის დროს სწრაფად ამოიწურა, ორივე მიპასუხებთ, სამართალი ყველასთვის, ასე დავარქვით დღევანდელ ჩვენს გადაცემას. უკეთესია თუ არა მდგომარეობა თქვენი აზრით, რაც იყო თქვათ თუნდაც 10 წლის წინ, გავიგე რომ შეიცვალა ფორმა, კორუფცია არის, მაგრამ ის ანაკლებად ჩანს და ასე შემდეგ. თვითონ საზოგადოებაში აი ამ იდეამ რომ სამართალი არის ყველასთვის, აი სჯერა საზოგადოებას ამის, აი ამს მაინტერესებს. ცით რა რომ სჯერაო რომ თქვა იმ გადაწყვეტილების მერე, რასაც დღეს ვლაპარაკობთ, ძალიან რთულია, იმიტომ რომ მე პირველ რიგში მინდა თქვა რომ კიდევ ის რომ დღეს ამაზე ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმდენად მაღალი ღირებულების მქონე გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, წლების მერე იმოქმედებს ეს ჩვენ ქვეყანაზე და ფაქტიურად ევროპის სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში თქვა, რომ არ შემდგარი სახელმწიფო ვართ. დემოკრატიული ღირებულებების დაცვის თვალსაზრისით არ შემდგარი ვართ, იმიტომ რომ მან თავის გადაწყვეტილებაში მოიხსენია ხელისუფლების სამივე შტო. ყველაფერი თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები დაიცვას, ყველა აღმოჩნდა ამ უფლებების დამრღვევი. ამ ფონზე, როდესაც გვაქვს ქვეყანაში გირგვლიანის გადაწყვეტილება და სხვა მიმდინარე მოვლენები, შეიძლება ეს იყოს 26 მაისის მოვლენები, კვინტრაძის საქმე, რომელზეც ძალიან არაადეკვატური რეაგირება მოყვა, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას და ამ ფოტომასალაზე დაყრდნობით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ 26 მაისის ღამეს არასანქცირებული მიტინგის დაშლის დროს დაკავებული მამაკაცი და სამართალდამცველების მიერ 27 მაისს ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოჩენილი გარდაცვლილი ერთი და იგივე ადამიანია. საიაში აცხადებენ, რომ აქვთ დამოუკიდებელი დასკვნა, რომელმაც ფოტო და ვიდეო მასალა შეისწავლა და დაადგინა, რომ ამ ორ კადრზე აღბეჭდილი არის გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძე. არასამთავრობო ორგანიზაცია საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. ჩვენ გადაუგზავნით ექსპერტიზის დასკვნას დღეს გამოძიების ორგანოებს და მოვითხოვთ, რომ ამ საქმეზე მოხდეს მიუკერძოებელი, ობიექტური, ეფექტური გამოძიება. ეს ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივშიც ინახება. უწყება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სიცრუეში ადანაშაულებს. ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამ კადრში არის სამართალდამცავების მიერ 26 მაისს დაკავებული გიორგი ბაქრაძე, რომელიც დღეს ქარელში ცხოვრობს და გარდაცვლილ ნიკა კვინტრაძესთან არავითარი კავშირი არ აქვს. ჩვენთვის ძალიან გასაოცარი იყო საესეს ბრალდება, იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელსაც საი აცხადებს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძე, სინამდვილეში არის გიორგი ბაქრაძე, ცოცხალი ჯანმრთელი, ცხოვრობს ქარელის რაიონში. თქვენ შეგიძლიათ ჩახვიდეთ ქარელის რაიონში და ადამიანს გაესწავლოთ, დარწმუნდეთ, რომ ეს ადამიანი არის სულ სხვა ადამიანი და ნიკა კვინტრაძე ცხოვრებული არის სულ სხვა ადამიანი. არანაირი საერთო ამ ადამიანს ერთმანეთთან არ აქვს. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა თუ კიდევ ერთხელ ადგილი აქვს შეგრძნული დეзинფორმაციას, როგორც ამას ადგილი ქონდა იმ განცხადებების დროს, როდესაც აცხადებდნენ თითქოს რამდენიმე ათეული ადამიანი რაც უზრუნველყო დაკარგული მიტინგების შედეგად. გამოძიების არქივში ინახება თავად გიორგი ბაქრაძის და მისი მამის ჩვენებაც, რომელიც მათ სამართალდამცავებს მისცეს. მასალაში, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე დღეშია ჩაწერილი, გიორგი ბაქრაძე ყვება, რომ არასანქცირებული მიტინგის დაშლის შემდეგ აიყვანეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. ამ კადრში გიორგი ბაქრაძემ საკუთარი თავი ამოიცნო. 26-ში ვიყავი აქციაზე, როდესაც დაიწყო დაშლა, ამიყვანა პოლიციამ დამადო პლასმასის ბორკილები და დამაწვინეს ძირს. შემდეგ გადამიყვანეს ქალაქის სამმართველოში და რამოდენიმე საათში გამათავისუფლეს. 26 მაისს ჩემი შვილი ყოფილოდა აქციაზე. აქციის დაშლის დროს ჩემი შვილი დააკავა პოლიციამ, რომელიც იწვა ძირს და ხელზე ედო პლასმასის ბორკილები, რაც მე ტელევიზიაში ამოვიცანი. გიორგი ბაქრაძე დღეს ქარელში ცხოვრობს. შემთხვევიდან 3 თვის შემდეგ ჟურნალისტებთანაც იგივეს იმეორებს, რასაც გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება. ბაქრაძე ზუსტად ახსოვს ის ჩაცმულობაც, რომლითაც აქციაზე იყო. დაშლა რო დაიწყო, დამაკავა სპეცნაზელებმა, დამაწვინეს ძირს და დამადეს პლასმასის ხელბორკილები. შემდეგ გადამიყვანეს ქალაქის სამმართველოში და რამოდენიმე საათში გამათავისუფლეს. მეცვა ჟაკეტი და ჯინში შარვალი უბრალოდ. ეს კადრებში ჩანს. კი, ჩანს ჩვეულებრივად.
ძირს რო წება და შეკეტი მაცვეს ზოლები კლავდი და ყველაფერი. ამ ფონზე რთულია თქვა რომ რაღაც უკეთესად ვითარდებით. ეხლა აშკარად ძალიან რთული ვითარებაა და ისევ და ისევ ამის დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შეძლებს საზოგადოება და ხელისუფლება დალაპარაკებას და მარტო დალაპარაკებაშიც არ არის საქმე, აუცილებელია რაღაც საერთო ხედვის გამომუშავება თუ არა. ეხლა აი ამ გერბლენის გადაწყვეტილების ფონზე იმის საუბარი, რომ დღეს რაღაც კარგი მდგომარეობა გვაქვს. უკეთესი უკეთესი იმასთან შედარებით რაც იყო თითოეული ადამიანისთვის ჩვენ ქვეყანაში არ არის, იმიტომ რომ საზოგადოებაში არის განცდა, რომ მან შეიძლება ვერ კონკრეტულმა ადამიანმა შეიძლება ვერ მიაღწიოს პოზიტიურ შედეგს. დათო ისი რამე კითხვა, აი როგორ გაშუქთა მე ეს ამბავი, ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია. ბლოკირება სრული ნაციონალურ არხებზე და არასწორად ხო დამახინჯებულად ამ ინფორმაციის დათვლა რომ 80-ში გავრცელება მაქსიმალური ძალისხმევა მიუმართენ სოციალური ქსელი გამომეყენებია ის არხები, სადაც ამის შესაძლებლობა იქნებოდა, თუმცა სამწუხარო არის, ძალიან სამწუხარო არის, რომ ასეთი მნიშვნელობის მქონე საქმეზე, რომელიც უპრეცედენტოდ ზეპირი განხილვის წესით მოხდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, არავითარი ყურადღება მართლა შეიძლება ესე ითქვას იმისათვის, რომ ორივე მხარე ყოფილიყო წარმოდგენილი და საზოგადოებას გაეგო თუ რეალურად რაში არის საქმე და რა მოხდა, არ ყოფილა. ესეც ასევე არის ტესტი, რომელიც ჩავარდა არა მხოლოდ სასამართლო ტესტი, არამედ ასევე საზოგადოებასთან ხელისუფლების დამოკიდებულების ტესტი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გავრცელა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და ფრაგმენტი ამ განცხადებელთა მოთხოვნის მიუხედავად ევროპულმა სასამართლომ უარყო კონვენციის 3 მუხლის დარღვევა სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი განცხადებელთა შვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე. სასამართლომ ასევე არ დაადგინა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებებისა და ეფექტური შიდა სამართლებრივი საშუალებების ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა. სასამართლომ არ დაადასტურა, რომ განცხადებლები წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ. მხარეთა მიერ წარდგენილი არგუმენტების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების განხილვის შედეგად სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაადგინა მხოლოდ ეროვნულ დონეზე წარმოებულ გამოძიებაში არსებული ხარვეზების გამო. განცხადებლები მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის ითხოვდნენ 300,000 ევროს, ევროპულმა სასამართლომ მორალური ზიანის ნაწილში განცხადებლებს 50,000 евро მიაკუთვნა. გადაწყვეტილება ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი გამოტანიდან 3 თვის შემდეგ თუ ამ ხნის განმავლობაში, რომელიმე მხარე მას არ გაასაჩივრებს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში. შეგახსენებთ, ეს იყო იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური განცხადება და ასევე გეტყვით, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენის შესახებ დღეს განცხადები პარლამენტის მმართველი გუნდის წევრებმაც გააკეთეს. მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ ქონდა ადგილი საქართველოს მხრიდან სიცოცხლის უფლების მოსპობას კონკრეტულ ასპექტში, როცა სასამართლომ განაცხადა, რომ არ არის საქართველოს სახელმწიფო სანდრო გირგვლიანის სიკვდილის ფაქტზე პასუხისმგებელი, ასევე სასამართლომ არ დაადგინა სამართლიანი სასამართლო უფლების დარღვევა, ასევე არ დაადგინა სასამართლომ ეფექტური შიდა სამართლებრივი საშუალებების ხელმისაწვდომობის უფლების დარღვევა და წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის აკრძალვის უფლების დარღვევა. თუმცა სასამართლომ დაადგინა დარღვევა გამოძიებაში არსებული ხარვეზების გამო და ამისთვის საქართველოს დაეკისრა კომპენსაცია. ძალიან დიდი მადლობა თამუნა კორძაია და დათო ჯანდიერი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები და ძალიან დიდი მადლობა მათ. მართლა ძალიან საინტერესო იყო, სწრაფად გავიდა დრო და ცოტა ხანში ჩვენი გადაცემა გაგრძელდა.